ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ტუალეტის ტრენინგზე ვსაუბრობთ, რომ უკვე ნეფსითი დეფეკაცია და შარდზე გასვლა ჩამოყალიბებული იყოს, ხო? რისთვისაც საჭიროა, რომ ეს წრედი შეიკრას, რომ ბავშვს შეეძლოს თვითონ აკონტროლოს როგორც განავალზე გასვლა, ასევე მოშარდვა და როგორც წესი ეს ჩამოყალიბებულია ხოლმე 18-24 თვის შუალედში, ხო? გადაყენება მანამდე შეუძლია მშობელს, რომ იხმაროს, მაგრამ ეს ტუალეტის ტრენინგი არ არის, ხო? იქ უბრალოდ ვცდილობთ, რომ ბავშვს კონდეს ასე თუ ისე რეგულარული გრაფიკი, ეს ოღონდ ნეფსითი ასე ვთქვათ, ნეფსითი გაცნობიერებული ქმედება არ არის, ხო? შესაბამისად, როდესაც ჩვენ დავიწყებთ, ასე ვთქვათ, ამ ტრენინგს, მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ რამოდენიმე მეთოდი არსებობს, მაგრამ ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს კლასიკურ მეთოდზე ვისაუბრებ. პირველი არის, რომ ბავშვმა უნდა დააკავშიროს ქოთანი იმასთან, რომ უნდა დაჯდეს იქ და ან მოშარდოს, ან განავალზე გავიდეს, ხო? აქედან გამომდინარე სხვადასხვა ტექნიკები არის. პირველი ჯერ ვაჩვევთ დაჯდომას, მერე ვაჩვევთ საფენის ჩადებას, დაბინძურებული საფენის ჩადებას უკვე ქოთანში, მერე უკვე საფენის გარეშე ვსვავთ და ნელ-ნელა ბავშვთან უნდა მოხდეს იმის გააზრება, რომ როდესაც მოუნდება ქოთანზე უნდა დაჯდეს, ხო? ანუ ეტაპობრივად რაღაც პერიოდი, რა თქმა უნდა, შეეშლება ბავშვს, შეიძლება ჩაისვაროს კიდევაც, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როდესაც დაჯდომას მივაჩვევთ, ნელ-ნელა ჩადებას მივაჩვევთ და ასე შემდგომ, მეტი თავისუფლება მივცეთ ბავშვს, რაღაც შეცდომები შეიძლება რა თქმა უნდა გაეპაროს, მაგრამ დიდი, ასე ვთქვათ, ჩხუბი და ის ამაზე არ უნდა დავიწყოთ, ხო? თუ ბავშვი ძალიან ჭირვეულობს ან არ გვემორჩილება, ამ შემთხვევაში სულ 24 თვის იყოს, 1-2-3 თვით უნდა გადავდოთ ისევ ტრენინგი და მერე დაუბრუნდეთ თავიდან, იმიტომ რომ ჩხუბს პირიქით კონტრპროდუქტიულია და შეიძლება უფრო გაგვიძნელდეს. კი, გაგვიძალიანდეს და გაგვიძნელდეს მიჩვევა, აქედან გამომდინარე ჯობია რომ გადავდოთ, ვიდრე იმას ვთქვათ, არის სამდღიანი ტრენინგიც, რომელიც ცოტა ბრუტალური არის, მაგრამ ისიც გარკვეულ ბავშვებში ეფექტური არის, ხო? დიდი რაოდენობით წყალს ვაძლევთ და ფაქტობრივად 3 დღეში აი ეს რაც ჩამოთვალეთ, 3 დღეში უნდა ვასწავლოთ, ხო? ოღონდ პირველივე დღეს ფაქტობრივად ვხდით საფენს და უბრალოდ ჩვენ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ვახსენებთ, რომ 15-30 წუთში პირველ დღეს სიტყვაზე ვახსენებთ, ხო არ გინდა ფისი, დავსვავთ და ნელ-ნელა ეს რაღაც ბლიც რეჟიმში უნდა მიეჩვიოს